წარმოიდგინეთ, რომ მაგისტრალზე მოძრაობთ 60 მილით საათში. როგორი ამ დამოკიდებულების ამსახველი დახრილობა გვაინტერესებს, ესე იგი ეს. და აქ უნდა ჩავწეროთ. აგეთ პროპორციული დამოკიდებულება გრაფიკი d ტოლია 60t, რომელიც ასახავს განვლილი მანძილის, ანუ d-ს, დროსთან დამოკიდებულებას t-სთან, ანუ მას შემდეგ რაც დაიწყეთ მოძრაობა 60 მილიწამით, უბრალოდ მილისაათში უნდა იყოს წესი აქ. მაგრამ არ აუშვებს მაგას, ჩვენ მილისაათში დავტოვოთ. და მოდი ახლა სანამ დავიწყებთ ამაზე ფიქრს და ამის აგებას, დავწეროთ რა ხდება საერთოდ, ანუ იმის ნაცვლად რომ პირდაპირ სავარჯიშოში გავაკეთოთ რამე, გადავალ საწერ ადგილას და იქ გავაკეთებ მაგას. იგივე რაღაც მაქვს აქ დაკოპირებული და მოდი ახლა ნახოთ რას გვეკითხებიან. ესე იგი, ზოგადად რა ვიცი რომ ეს d მანძილი არის დამოკიდებული t-ზე, ამიტომ ცხრილი მექნება ასეთი, აქ მექნება t და აქეთ მექნება d. თუ ნახო როგორ იცვლება t-ს მიხედვით d, აი აქ მაქვს t გადაზომილი 1 2 3 4 ასე შემდეგ. და ამიტომ მოდი ავდგები მე და 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, 4 საათი და 5, ნუ 5-იც ბევრი ხომ არა, ნუ იყოს 5. აი ამ მნიშვნელობებისთვის ნახავ d რას უდრის. ახლა რადგან ვიცი რომ d უდრის 60t-ს, ესე იგი 1 წამის შემდეგ d იქნება 60. ესე იგი ეს იქნება 60. 2 წამის შემდეგ იქნება 2 ჯერ 60, ანუ 120. 3 წამის შემდეგ იქნება 3 ჯერ 60, ანუ 180. ნუ მე მგონი ძალიან დიდი აზრი პრინციპში არ აქვს შემდეგის გაგრძელებას, იქნება 240, 300 და ასე შემდეგ. ეხლა, ბევრი წერტილი შემიძლია გავაკეთო ამით, მაგრამ ორი წერტილი საკმარისი არის იმისთვის, რომ ავდგე და პირდაპირ დავსვა ეს გრაფიკი. მაგრამ ეხლა უფრო საინტერესო რაღაცას გეტყვით, რადგან მეუბნებიან რომ აგეთ პროპორციული დამოკიდებულებაო აი ამ გრაფიკის და რადგან მოცემული მაქვს ჯერ ერთი რომც არ მქონდეს პროპორციულ დამოკიდებულებაზე რადგანაა ლაპარაკი, უკვე უნდა მივხვდე რომ რაღაც ხასიათი აქვს ასეთი. y ტოლია, ხასიათი რა, ანუ სახე აქვს ასეთი, k ჯერ x-ის, სადაც k არის რაღაც კოეფიციენტი და x-ი გვაქვს უბრალოდ რაღაცა ცვლადი, ხო? რადგან პროპორციული დამოკიდებულება არაფერიანი ემატება ან აკლდება ეს გვაქვს და ამიტომ 0 0-ში აუცილებლად უნდა გადიოდეს ეს გრაფიკი. ამიტომ ერთი წერტილი გარანტირებულად გვაქვს აქ 0 0. და მაშინ ახლა ავდგები და იმის ნაცვლად რომ ორი შემთხვევა მენახა აი აქ ცხრილიდან. ერთ შემთხვევას განვიხილავ რამეს. მაგალითად, ნუ რადგან ძალიან შორს არ ავდივართ d-ში, ბარემ პირველივე შემთხვევას ავიღებ 60. მეუბნებიან რომ როცა 1 წამია გასული 60 კილომეტრი რამდენი თუ მილი, 60 მილზე ხარ, ანუ 60 მილი გაქვს გავლილი. ესე იგი მეორე წერტილი წესით დარიგით უნდა იყოს 1.60, ანუ აი აქ. აი აქ. და შესაბამისად მაშინ აი ესეთი იქნება გრაფიკი, ნუ ახლა მე ვარ ხაზავ კარგად აქ, იქ მე გასწორდება კარგად. სწორი ხაზი უნდა იყოს და არა ესეთი რაღაცა. და რას გვეკითხებიან ჩვენ? ჩვენ გვეკითხებიან დახრილობას. ახლა ორნაირად შევხედოთ ამას. პირველი შევხედოთ ასე. მე ხომ მაქვს ზოგადად რა ვიცი რომ წრფივი ფუნქცია როცა მაქვს რაღაც y ტოლია, თქვათ, ნუ კასნაცვლად მე დავწერ mx + b. აქ დახრილობის როლს ასრულებს m. ახლა ეს არის უფრო კერძო შემთხვევა, როცა b საერთოდ არ მაქვს და k არის უბრალოდ m, ანუ შესაბამისად კოეფიციენტი რაც აქვს, სულაც ეგ იქნება დახრილობა 60. ანუ 60 უნდა იყოს დახრილობა. და მოდი მაინც შევამოწმოთ ჩვენი ძველი ხერხით რაც ვიცით რომ როცა გადავდივარ, ანუ როცა არგუმენტი მეცვლება, მომდევნო ნაწილზე რომ გადავდივარ, მომდევნო შემთხვევაზე ასე ვთქვათ, მაშინ უნდა შემეცვალოს თვითონ ფუნქციაც, ხო? და როგორ იცვლება აი ეს ცვლილება გაყოფილი t-ს ცვლილებაზე, ანუ დელტა d გაყოფილი დელტა t-ზე, წესით უნდა იყოს დახრილობა. ეხლა მოდი ეგ ვნახოთ მაშინ. ანუ მე ვამბობ რომ ნუ კი, ცხადია ვიცი რომ აი რადგან კოეფიციენტი აქ არის, ეგ უნდა იყოს დახრილობა, მაგრამ მოდი შევამოწმებ ცხრილის მიხედვით. ესე იგი მე მინდა ახლა დახრილობა ვიპოვო, რომელიც არის დელტა d გაყოფილი დელტა t-ზე. ახლა დელტა d არის 120 - 60 და დელტა t არის 2 - 1. რაც არის 120 - 60 არის 60, 2 - 1 არის 1, ესე იგი ეს არის 60. და მართლაც დახრილობა გამოდის წესით დარიგით 60-ის ტოლი. ანუ ახლა რომ დავუბრუნდე სავარჯიშოში, რომ მივუბრუნდე სავარჯიშოს, ესე უნდა ავაგო ეს გრაფიკი. ანუ 0 0 და 1 60-ში და 60 უნდა იყოს ამისი დახრილობა.